რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. თელი მსოფლიო სულ განაბული ელოდება 9 მაისს და მოსკოვის პარადს. და თელი მსოფლიო გულშემატკივრობს უკრაინულ ფლამინგოებსა და FP9-ებს. რამდენიმე მაინც რომ გაარღვიო საჰაერო თავდაცვის 12 ეშელონი. 12. და სადმე რამე გემრიელს რომ მოხდეს. არ გულშემატკივრობს მხოლოდ ორი პარტია. ეძინა ერასია კავკასიონს იქით და ქართული ოცნება კავკასიონს აქეთ. ზუსტად ამ სააღლუმოთ პუტინმა ახლა გამოცვალა საჰაერო კოსმოსური ძალების სარდალი, რომელსაც ექვემდებარება თელი საჰაერო თავდაცვაც. ვიქტორ აბზალოვის ნაცვლად დანიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო, რომელიც ადრეს арлობდა რუსულ კონტინგენტს სირიაში, შემდეგ კი იმდენად გამოიჩინა თავი ბუჩაში უდანაშაულო ადამიანების ხოცვით, რომ ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდა და, რა თქმა უნდა, რუსეთის გეროის წოდება დაიმსახურა ორდენით. ახლა ეს კაცჭამია თავისი ორდენიანი მკერდით უნდა გადაეფაროს მოსკოვსაც და ყველაფერ დანარჩენსაც, რასაც უკრაინა ურახუნებს და ურახუნებს. მხოლოდ აპრილში უკრაინამ 20-ზე მეტი შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობ ქარხნებზე. იერიში ზოგი 3 ღამე გრძელდებოდა, ზოგი 4. დააზარალდა 10-მდე ქარხანა. ამათგან ნახევარი უბრალოდ გაჩერდა, რადგან წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა. ექსპერტების შეფასებით, ნავთობის გადამუშავება რუსეთში ასე 2009 წლის შემდეგ აღარ დაცემულა. სხვადასხვა შეფასებით სიღრმისეული დარტყმების შედეგად რუსეთის სანავთობო სფეროს 20-დან 30%-მდე დაზიანდა. ისინი ნელა მაგრამ ახეხებენ აღდგენას, ამიტომ სიღრმისეული დარტყმების რაოდენობა სულ უნდა ვზარდოთ. ეს მთელი ალიაბალია, რატომაც ურეკავდა პუტინი ტრამპს და ეხვეწებოდა იქნებ ზელენსკის და მის შუამდგომლო, რომ 9-ში პარადის ჩატარება მაცადოს და 10 მაისიდან ისევ გავაგრძელებ ბავშვების ხოცვას უკრაინაშიო. მაგრამ 2026 წელს ზელენსკის უკვე აქვს იმის რიხი, რომ ტრამპსაც უთხრას უარი, თუ კი ის მართლაც თხოვს ამას. ესაა ცვლილება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში რეალურად მოხდა. აღლუმის წინ რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტიდანაც კი მოხსნეს და მოსკოვში გადაისრულეს. ზელენსკიმ ვერ მოითმინა კიდევ ახალი შანსია ჩვენი რაკეტებისთვისო. ახლა გინდა ხუმრობა ჩაუთვალეთ და გინდა ბრძანება. უპილოტო ავიაციის ძალები, რომელიც უკრაინაში ჯარის ცალკე სახეობადაა უკვე გამოყოფილი, ლეგენდარული მადიარის ხელმძღვანელობით, აპრილში საკუთარ რეკორდებს ხსნიდა. რუსებს გაუნადგურა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის 25 კომპლექსი: ტორი, ბუკი, პანცირი, ასა. ასევე რადიოლოკაციის, რადიოელექტრონული დაზვერვისა და ბრძოლის 13 მობილური სისტემა: ზოოპარკი, კასტა, სკაიემი, მეჩი, პალანტინი. ამ ყველაფრის საერთო ღირებულება მინიმალური ფასებით $1.1 მილიარდია. ამ მადიარმა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ უნიკალურ ინტერვიუში თქვა, ჩემი დანაყოფების შენახვა თვეში $40 მილიონი ჯდება. ჩვენ კი რუსებს 4 მილიარდის ზარალს ვაყენებთ. ასე რომ 1/100 ძალიანაც კარგი ბუღალტერიაა. და სიკვდილის ბუღალტერიის თემის გაგრძელებად. 2025 წლის დეკემბრიდან 26 აპრილამდე რუსეთმა გაიწვია 148,000 ადამიანი. უკრაინელებმა კი მხოლოდ დრონებით მოკლეს, ან მძიმე დაჭრეს 157,000-მდე. სხვანაირად რო ახსნათ, ახლა ხორცის მარაგი უფრო სწრაფად ნადგურდება, ვიდრე სამხედრო კომისარიატებს შეუძლიათ მისი შეოსება რუსეთში. და ბოლოს რიცხვი, რომელიც აუცილებლად უნდა დარჩეს ისტორიას. დღეისათვის იმავე მადიარის ცნობით, ერთი რუსის განადგურება დრონით $882 ჯდება. მაგრამ ჩემი მიზანია კიდევ უფრო გავაიაფო ეგ საქმეო. კი, ცინიკურად ჟღერს, მაგრამ გულს სალბუნად ეფინება. აღიარეთ. და მოდი ახლა ჩაუღრმავდეთ კიდევ ამ ბუღალტერიას. სხვადასხვა შეფასებით სიღრმისეული დარტყმების შედეგად რუსეთის სანავთობო სფეროს 20-დან 30%-მდე დაზიანდა. ისინი ნელა მაგრამ ახეხებენ აღდგენას, ამიტომ სიღრმისეული დარტყმების რაოდენობა სულ უნდა ვზარდოთ. ამაზე გასაგება და მარტივად ახსნა მგონი წარმოუდგენელია. ინვესტიცია საწარმო ხარჯი, ამოღება, სუფთა მოგება და საბოლოო პროდუქტი, თვირთი 200 ან 300, რომელიც შემდეგ უკვე რუსული მხარის ხარჯებში გადადის. ამ ბუღალტერიითა და ამ მიდგომით უკრაინული დრონები და რაკეტები ისე მისდგნენ ახლა კონკრეტულ ლენინგრადის ოლქს, რომ იქ რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადეს ცალკე. და სამსახურსაც, ხელფას დაპირდნენ.
В рамках заседания штаба принято решение. ლენინგრადის საოლქო სამხედრო კომისარიატი გთავაზობთ კონტრაქტებს მობილური საცეცხლე ჯგუფების წევრობისთვის, რათა დავიცვათ ლენინგრადის ცა. ამავდროულად ყველა რეზერვისტი დასაქმდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოებში, რომელსაც დაიცავს. სამსახურის ვადა სანწლამდეა. მაქსიმალური საკაზარმო სამსახურის ვადა 2-დან 6 თვემდე. საცეცხლე ჯგუფებისთვის აუცილებელ მთელ საղჭურვილობას, ავტომანქანებს, საკუთარ თავზე აიღებენ ოლქის მთავრობა და კრიტიკული ობიექტების ხანძვანელები. პეტერბურგში დღეს გაუქმდა ტექნიკის აღლუმი. პრინციპში რეპეტიციაც კი არ ჩატარებულა და რაც მთავარია, არც უფიქრია ტექნიკის გამოგორება მოსკოვში. პირველად მრავალი წლის მანძილზე. დიახ, საჰაერო თავდასხმის რისკის გამო მხოლოდ ცოცხალი ძალა ჩაივლის და მორჩაო. და ახლა მაინც ხომ გასაგებია, ჯართს უფრო უფრთხილდება ქვეყანა თუ ადამიანებს. გამოცხადებულია, რომ წითელ მოედანზე ყველაფერი მხოლოდ 9 საათს გაგრძელდება. აქედან პუტინი მოედანზე მხოლოდ 15 წუთს გაჩერდება. პუტინი რა ალბათ ორეული ნომერი 5 ან 12. მაგრამ ეგეც შანსია. 15 წუთიანი ფანჯარა უკრაინული რაკეტებისთვის რომ კაცობრიობა გააბედნიერონ. უკრაინა ამასობაში ურტყამს მიზანმიმართულად პორტებსა და რეზერვუარებს ბალტიისა და შავ ზღვებზე, რომ რუსეთს გაუჩეროს ექსპორტი და ვალუტის მიღება. ურტყამს გამორჩეულად დიდ გადამამუშავებელ ქარხნებსა და იმათ, რომლებიც ფრონტთან ახლოსაა ყველაზე მეტად და მონაწილეობს საოკუპაციო ჯარების მომარაგებაში. ახლა რა თქმა უნდა, ურტყამს სამხედრო მრეწველობასა და საწყობებსაც, პირველ რიგში კი უშუალოდ საოკუპაციო ჯარებს. მხოლოდ აპრილში განადგურებული ამ მძიმე დაჭრილია 35203 რუსი ტერორისტი. ეს უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემია და ბევრ მათგანს მიწვდნენ ფრონტის სიღრმეში, 20 და მეტი კილომეტრის დაშორებით. აპრილის თვეში და ესეც გენშტაბის მონაცემია, ასეთი დარტყმა 2-ჯერ უფრო ხშირი იყო ვიდრე მარტში და 4-ჯერ უფრო ხშირი ვიდრე თებერვალში. ესაა მიზეზი, რომ აპრილში რუსმა 120 კვადრატული კილომეტრი დაკარგა. ეგ უკვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაროს ნათქვამია. ახლა ველოდებით მაისის მონაცემებს. ფრონტიდან და წითელი მოედნიდან. არ დაგვაღალდოთ უკრაინელებო და რუსის პვოშნიკებო. აბა, თქვენცით. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და მოგწერეთ თქვენი კომენტარები. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდი, იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.